ეს ექიმი ლაშას ახლობელი ყოფილა და ლაშასთვის უთქვას ჩუმად რომ თურმე პაატას საქმე ძალიან ცუდად ყოფილა. თურმე არ იციან როგორ დაემართა ეს განუკურნებელი სცენი. ხო, და თურმე საწყას დღეები აქვს დათვლილი. ნინოს დაველაპარაკებით აუხსნე ყველაფერს. მეტყვი რასაც განვიცდი მის მიმართ, რომ გამაჩნია გრძნობები და მინდა აი ამ ურთიერთობების გაღრმავება. თვითონაც თუ ამ ყველაფერზე დამთანხმდება, რა თქმა უნდა ძალიან კარგი იქნება, მაგრამ თუ არ იმითხრა. კარგი, რა გჭირს რა არის? ლაშა არ გაგიხარდა შენ მასაუკეთესო მეგობარმა ბინა რო იქირავ, არ გაგიხარდა? გამიხარდა კი არა, თუ სწორად მახსოვს, ხო? ეს ბინა მე უნდა მეკითხა. კი, შენ უნდა გექირავები და მართალი ხარ, მაგრამ ჭუაში გაჯობე და მე ვიქირავე. ეს ნაუცფათევი ქორწილება რაღაც არ მომეწონა. ასე ხო? ამოსულიყავი სახლში და გეთხოვა ხელი. ვაპირებდი, მაგრამ ნინო მითხრა გცემენოდა. კიდიატყვე პაატას კაცო, კიდიატყვე. თან ასეთი ტყვე გაგიჟდება. ძალიან შემაწუხა გეუბნები რა. თავიდან ხო ხმაურობდა, მე როცა ეს ხვრელი გაჩნდა. სულ გადაერია. რა შეგვიძლია ისი? ზესობრიას როცა ჭამდა? ხო. ნარჩენებს აიკეთებდა ჩემთან. ან სიგარეტის ფერფლებს აფერფლებდა გამოყოფდა ხა ჩამოყვა. ერთხელ რა გააკეთა იცი? ეს ხელი გამოყო, ეს ორი თითით კარტია ისროლა ეს. მამი და მისი სულ დამოვიწყდა. არც ეს არაკლებს დამიჯერება შენ. ახლა ნამდვილად მესმის შენი რა. მოიცადე, ანუ ეხა პაატას მოატყუა შენ რომ ვითომ მარინა მოკალი? ხო. მოდი. ესე იგი, მე და მარინა მიმხრatan გავითამაშეთ, ვითომ მარინას ვყავდი. რას? პაატა ხვრელთან იყო ზუსტად ვიცი და ყველაფერი ესმოდა. ნამდვილად ვიცი. თან ეხა მარინა თავის დედასთან წავიდა, ცოტა შეუძლოთ არა ეს ხელი მიხედავს და ერთი ორი არ გამოჩნდება. ხო. პაატას ეხლა გონია რომ მარინა ცოცხალი აღარ არის. ლაშა მე ასეთ მომენტს ხელიდან ვერ გავუშვებდი დამიჯერე. ხო. ეხლა როგორ მარინა მე გაროცოტა უფრო დამაჯერებელი ვიყო და მირჩია რამე აი რა გავაკეთო. დამაჯერებლობისთვის ხო? ხო. დანა როა იყო? დანა კარგია. დანა როა? დანა ავიღებ. აი, კარგია, დანა წავა. კი. ხო, დანა კარგია და აი ამაზე რომ კეჩუპი მივისხა სისხლი, ვითომ სისხლია, ჰა? კი, კეჩუპი მივისხა. მაიონეზი ხო არ ჯობია. შეჭამე ხო კეჩუპი? აქ ჩემი ბრალი არისო ჩემი ისეთი გემრიელი იყო ის კათამი რომ ასე შემომეჭამა ორივე კეჩუპით და კათამით. მაგრამ ისა წითელი ყებალიც არის იქ. წითელი ყებალი იმას მევს. წითელი ყებალი უფრო კარგია. აი, ხო გავს სისხლს ახლა. კი. ძალიან კარგი, ხო. არა ხო არა მოჭდა მე და. პაატა. შენ ახლა გავუღე მე ოთახში შევარ, მოვერძადებ და მე გამო. ხო, კარგი, მიდი. ლაშა შემოდი პაატა რა შემოდი ბიჭო შენ აქ რა გინდა დროზე წადი საქმე აი საქმე უნდა გავიდე რა უნდა წავიდე რას ლაშა დროზე გეხოცები შენი გადარჩენა მინდა სახში გადი და გეხოცები სად უნდა წავიდე მობის არა ხარ შენ ნორმალური პატულში დარეკე და უთხარი გიამკვლელია გეხოცები დროზე წადი აი კაცო რამკვლელი ეხლა გიამ უნდა გვაჭამოს მარინას ჩახო ეგ არ გამოგუწევს
და მე ვერ დავრეკავ პატრონში დაიკე რა ვერ და ისადაც ყოველხანე ურეკავ ხან ბომბზე ვატყუებ რაღაცეებს ხან ვიღაცები უმკვლელებზე ვერ დავრეკავ გეხოცები წადი და დარეკე პატრონში გინდა კაცო რა პატრონში ის პატრონი რა მკვლელი გია საიდან მოიწა მკვლელი მეთქი დავჭერ თუ ჩაგავტყავ ხა კაცო გადი იქ მართლა ჩამარ ნორმალური არ ახლა რა ვიცი კარგი დაწნადი ერთი წუთი არ გიხსნი საიდან მოიტანე საიდან და გეტყვი ერთი წუთი დამასარე აი იმ კედლიდან ვიყურებოდი მხრელიდან ხო ხდებოდა დავინახე რომ მარინა ყავდა ესე კედელზე ვიყუდებული და სამჯერ ესე უჩხვრიტა სამჯერ უჩხვრიტა ლაშა ეთყობა რაღაცაზე გაბრაზდეს დამპალი ესაზე წარმოიდგინე შენ და ლაშა ძალიან მეშინია გეხოცები და მოდი ყველაფერი დავიკიდოთ საერთოდ ყველაფერი დავიკიდოთ და თავ ქუდმოგლიჯლები გავიქცეთ აქედან რა სიტყვა ლაშა ყველაფერი დავიკიდოთ თავ ქუდმოგლიჯლები გავიქცეთ თავ ქუდმოგლიჯლები ან ისე უკან მოუხედავთ არა მოიცადე ყუდა მოძუებულები ყუდა მოძუებულები კარგი არ ვიცი ლაშა გეხოცები წადი შენ მაინც გაიქეცი ლაშა მე რაზე ყდები მაინც ჩემ დავჩერი და გავჩერი მიდი გეხოცები ლაშა წადი აქ და გაიქეცი მე მოკრავ დამატიხდა კაცო ხონები დამატიხდა არა ხარ ჩემ მოკრავ წადი და მე გავაჩერე რა გააჩერებ დამანებე თავი კაცო წადი ლაშა მე მაინც რა აზრი აქვს მე მაინც ყდები და აზრი არ აქვს წადი მოი მე გამოვიდა გამოდი აქეთ მე გამოდი კი არ მომიკალ თუ ამით გაგავწყენებისა და გეუბნები არ მომიკალ თუ გაგავწყენებ ამით პატა რა მოგივიდა რა შეასე ეი ყარ გინდა ეგეთები ვითომ არიცი რა მინდა გეუბნები არ მომიკალ თუ ყველაფერი ვიცი და ყველაფერი დავინახე გია რა ყველაფერი იცი რა დაინახე ხო ყველაფერი დავინახე და ვიცი ეგ დანა რატო გახევში რატო გიჭირავს ეგეც ვიცი ესეც ვიცი აი ეგ რა არის წინ სასმული როგორ თუ ტყემალია ემალია ბარე ტყემალია შუაში არ ვიცი რა ისო და ყველაფერი დავინახე მეთქი არ მომეკარო გეუბნები რა ყველაფერი დაინახე რატო დავინახე დირით აქ მარინა რო ყავდა კედელზე მიყუდებოდა რაც უქენი რა უქენი არა უქენი რა გია ბოდიში ცოტა ის არა უქენი ცოტა ესეთი სიტყვა გეწყინოს ხა უქენი ხო ხდები კი არა უქენი მოკლედ მარინა რო მოყალი დავინახე გია იცოდა მარინა რო მოყალია ეგ დავინახე იცოდი არ მომეკარო მეთქი როგორ შევატყობ დამალვას აზრი აღარ აქვს ლაში ხო ხედავ აღიარებს დანაშაულს გადი პატრონში დარეკე ბიჭო რას მიყურებ გადი პატრონში დარეკე მეთქი გეუბნები მოიცადე გია ხა რას ლაპარაკობს ეს მართლა რაღაცას ამბობს ის თუ სისულელს ლაპარაკობს არ მოიჭრა მარინა რატო მოყალი კაცო როგორ თუ რატო მოყალი ძალიან გამაფრაზა და იმედი რა თასო იმას მაძახდა გია ეს მანიაკია შეხედე და საყვარელი მეუღლე მარტო იმიტომ მოყალი გიას გეძახდა მარტო მოყალი ეგრე ნუ მეძახი გეუბნები მე კარგი აღარ დაგიზახებ გიას ეგრე ნუ მეძახი არ დაგიზახებ გეხოცები რა გადიექი გეხოცები რა ხო რა გია რა გინდა ბუჭო წადი გაზიხარ მისმინე ხა მე გავიქცევი მართალი ხარ შენ მე გავიქცევი ბატონში დავრეკა ოდე ხა ის მითხარი შენ დარწმუნებული ხარ გია მკვლელია კი დარწმუნებული რა მოიცადე ერთი წუთი მოიცადე ლაშა ნახე რა ნახე ეს მოიცადე ახლოს თუ ეს არა ადამიანი ეს როგორ მიტა ჩანხო რაღაცა თავში აბა ეხა მარინას გარეშე როგორ დაიცხორო გიფიქრია მაგაზე საერთოდ შენ ჰა ზარა ეს მახარი თაგვის სიკვდილი გადავიდა და მაგასაც გადავიდა როგორ ლაშა ვერახებ ხო ნერვიულობ ხო ლაშა ვერახებ ხო ლაშა გია ხედავ მარტო მარინაზე ცოდნია ეგრე მეგონა რომ სალმაზე და ბეკონაზეც ეწოდინებოდა არა ამას აბა ელენეზე და რატიბაიების ძაღლზე წარმოდგენაც არ იქნება მოიცა ლაშა შენ იცი ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა ვიცი ბა ანუ რა სვაკეთებ ლაშა და სიკვდილის მკვლელებს ხო უყურებენ ხოლმე თვალებს დაჭყეტილები რო სახიდან სვაკვლები ხო და ეგრე გიყურებთ ახლა მე თქვენ სვერპლის შენახარ ხო აბარა ჩვენ მკვლელები აბარა ძალიან ой მე ასაკეთებ რა გინდა ჩემგან გამიშვი გეხოცები ამის საქმედან გაშვებაში ой მე რა გინდა ჩემგან გია მარტო შენ იცის ამბავ შენახარ მოწმე და შენ საქმები მარტო ვაიმე თქვენ კულელებო თქვენ დამპალებო თქვენ უნდა გაგიხეთქოთ თავი ომი ვაიმე ვაიმე დამიტა მიშოლე გეხოცები
მამიდა გეხოცენი მიცვალე გამიყვანია. აზრი აღარ აქვს. ერთ-ერთს მაინც გაგიყოლებთ რა. ადექი შემოდი, შემსუქან მოდი. აჩერდი შენ არა ხარ უნდა გაგიყოლო. გეხურეთ მე ადექი შენ საშიში ხარ, ადექი მსუქან უნდა გაგიყოლო, ადექი. ოიცად ერთ. გეხურეთ რამდენჯერ უნდა გითხრათ რომ გეხუმ დარბი ხარ აკეთიკით დაგვეხვა დაუბრუ კაცო. გეხუმრეთ, მოგატყუეთ, არც ეგ არ არის მართალი და არც ის ვითომ რომ მუწუკების გარო ყდებოდი, არა. ვიც მართლა სიზახი მართლა. ო, ბატა, მოგატყუეთ, არ მეგონა ასეთ რეაქცია თუ გექნება, თორე არ ვიზამდეთ, ნუ. გაჩერდი, შევწუხდით. მუწუკებისგან არ ყდები, არც მარინა არ მოგიყავს და ეს ხა რაც აქ მომიყევთ, ყველაფერი ტყუილი იყო. ჰა? ო! ვაიმე! როგორ მომეწყო თქვენ დაამტოლებო თქვენ ვაიმე! შევიძე, ბასიკოსთან შესახვედრად მომდის ნინო, მაგიტყუ ხარ მოწყენილი? ტელეფონზე გავიგე რომ ელაპარაკებთ. არ ვიცი. არ იცი მოწყენილი ხარ თუ არა? არ ვიცი რა მჭირს. იცი რა არის ნიკა? აი, მე მგონი ღმერთს არ წარმოედგინა ასეთ რამ თუ შეიძლებოდა მომხდარიყო რომ საკუთარი ცოლი ვინმეს გაეშვა შეყვარებულთან შესახვედრად და მსგავსი შეგრძნება არ გამოუგონია. ჩემს კიდე ძალიან მოწყენილი ხარ. მე სკოლაში რომ მიდივარ სულ ეგრე ვარ ხოლმე. ახლა ანუ არ მიდიხარ სკოლაში? არა, უბრალოდ ხვალ არ მიდივარ სკოლაში, სიცხე მექნება. და მეტი დამაჯერებლობისთვის დღესაც არ წავალ. თან აღვიქნები შენ გაგამხნევებ. მე ვერ გამამხნევებ ნიკა. მე ვერაფერი ვერ გამამხნევებ. საკუთარ ცოლს უშვებ შეყვარებულთან შესახვედრად რა. არა, იგია რო იყოს, კარგად მეტყოდა რა, კარგად მეტყოდა. აშა. არა, ქართული ხარ. რა? არაფერი ისე გითხარი უბრალოდ რა მომენად რა ამდენი ხანია არავისთვის აღარ მითქვია. ხო, რატო შემოვიდი ახლა? მარინას აქვს ხო არ არის და აი კარტოფილს, ზეთს და მარილს შემწვარ კარტოფილში არ გამიცვლით? არა. და საერთოდ გია რო იცოდე შენ, შემწვარ კარტოფილს არაფერში არ გაგიცვი. ეგრე ვიფიქრე მეც. ხო, და აი მეზობლებში ან უბანში ვინმე რო ცვლიდეს, არის ეგეთ რამე? რა, არ გამიგია არა. არა. ოისა გია, თუ გაიგე რომ ვინმე ცვლიდეს მითხარ მე, ხო? ხო, დაგირეკო და იქნება. შაბიძია, ნინო მოდის და აბა შენიც მე გავალ ხა აივანზე და შენც არ გაუშვა ვასიკოსთან შესაძლოა. მოიცა სამიდიხარ კაცო, როგორ არ გაუშვა რა, არ გაუშვა. ვაშა, აბა როგორ გამოვიყურები? არ გაუშვა ხო? კარგად. ვაშა, შემომხედე და მითხარი როგორ გამოვიყურები. ძალიან კარგად გამოიყურებ. ო, გაახილე თვალები რა. ძალიან კარგად გამოიყურებ. ხო, ვასიკოსთან შესახვედრად მივდივარ და ამიტომ ვემზადები, რომ კარგად გამოვიყურებოდე. ხო, დაჯექი ნინო, ჩაის დაგისხამ გინდა? არა, ვჭამე უკვე. მე რა, მე დღეს უკვე სამჯერ ვჭამე. შენ ხო, მაგრამ მე 7 ლუკმაზე მეც თუ ჭამან 3 ყუp ჩაიზე მეცვა, მე შარვალი აღარ მეტევა. ჩემ შარვალს გათხოვე, მე და რამდენი წელი ხო. შენ შარვალი დიდი მექნება და არ მომიხდება. ვიცი, მაგიტომაც გითხარი. იცი როგორ გიხდება, რაც არ გიხდება ხოლმე. ანა მოხუცროული ხო იცი შენ ასმათი როა. მერე სასერნოთ უნდა გამეყვანა დღეს და რაღაცა უცბად საქმე გამომიშთა და გასაქცევი ვარ მამიდა გენაცვალოს და ამოვიყვანა აქ. სკლეროზი აქვს მაინც ძალიან არ მიხვდეს ახლა იქ ვიყავი რა ქვია პარკში თუ სახლში იყო. არ დაიწყო ხარ შენებურად 1-2 საათი დაგიტოვებ შენ გენაცვალე. გამორიცხულია მამიდა. გამორიცხულია ძალიან ბევრი საქმე მაქვს სამსახურიდან დამოვალეს და უფროსმა მითხრა უნდა მოვასწრო ყველაფერი. არ არსებობს. თან იცი რომ ახლა აქ დამბისო ვიცი რომ ხელი უნდა შემიშალოს. არა მამიდა. არა სულ არ შეგიშლის ხელს კაცო. იმ დილას გავიყვანე იმაში რა ქვია პარკში და
დამრჩა კაცო, ისე წამოვედი იქიდან მე თვითონ ვერ გავიგე ვერაფერი. რასა გადაირეოდა ის საწყალი ხალხი რა რას ლაპარაკი. აბა, გადაირე არა ის გვიან გამახსენდა მე თვითონ გავარდი გიჟივით. შევედი და ასე იჯდა მობუზული ბეღურასავით და წამოვიყვანე. არ ვიცი მამიდა, ეხლა მომაცოდებ, არ ვიცი, არ მაინდა გითხარი რომ ეხლა მაგის თავი არ მაქვს. სხვა დროს კი ბატონო, ხელს შემიშლის, არ ვიცი, მომასწენ ძალიან. ხედავ ეხლა შენ ხედავ. დილაობით კარგად მიირთმე ვაჟ ბატონო, იმის სახლიდან წამოღებულ ფაფებს. ხო, იმითო, მაგრამ ეგრო აქ იყოს, ეხლა დავიძაბები, ხელი შემეშლება და საერთოდ სადიშოვე ეგ მოხუცი რა. კარგი რა დადო მამიდა რა ნორმალურად მაინც გიხდიან. ასლარს. მაგრამ ხო გითხარი, სკლეროზი აქვს მეთქი და ასე 400-500 ლარი გამომდის თვეში. არ ვიცი. უილად მელაპარ არ ვიცი სამუშაო მაგა ერთ წუთი მომასწენ გიხოდი. რასე ბიჭო, ბევრი სამუშაო გააქვს. ბევრი არ მაქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სხვილის შრიფტით წერ. სხვილის შრიფტით რომ ჩემ უფროს კახას ბევრი რომ მოეჩვენოს, ხო ხტები? ხო. თან ნელ-ნელა ვწერო, მეც ბევრი მომეჩვენოს და ესე რა. რა ვიცი. ესა რა სიტყვები ახლა ესე პატარა იმით შრიფტით. პატარა შრიფტით რო არ დაწერილი. ეგ სადაც კახა წერია, ეგენი მიწერე პატარა შრიფტით, ხო ხტები? ხო, კახა სადაც წერია, ხო. მაშა იცი რა ვფიქრობ, შენ მაინც კაცი ხარ და უფრო გესმის რაღაც მინდა რომ ვაჩუკო ვასიკოს და აი რა მოეწონებ, თან ზუსტად ვიცი რომ ერთნაირი გემოვნება გაქვს და მიხვდები, აი რა ვაჩუკო. ერთნაირი გემოვნება? ხა. მაშინ ყვავილები აჩუქე. ყვავილები. აი მაგალითად ალოე. ან ვირის ტერფა ან მრავალძარღვა. აი ჩემთვის ვიდმეს მრავალძარღვა რო ეჩუქრა გავგიჟდებოდი. აი ხო გეუბნები ზუსტად ერთნაირი გემოვნება, მაგრამ ეგ უკვე ვაჩუქებ ხო გიჟდება ყვავილებზე და ეხა იგივე სხვა არ ვაჩუქებ. რა მრავალძარღვა? უფრო რო შეუყვარდე, მე გეტყვი რაც უნდა ქნა. არაფერი არ აჩუქო და არ შეხვდე ხოლმე. სხვა ადამიანთან გავი ურთიერთობა. მე მიხვდები რომ იმ სხვა ადამიანს უფრო უყვარ ხარ, მე შენც ის შეგიყვარდება და იცხოვრეთ ასე ბედნიერად კაცო რა. ჰა? მე რომელი საათი არა უნდა წავიდე, ხა ვასიკოს არ მინდა ვალოდინო, მაგრამ მალე მოვალ, ხო? ხაშა დროებით. ხო, ეს დაზღარდი ხლა ვაშა, ემოციებს არ აყვენ შენ, ძალიან კატონასწორებული ადამიანი ხარ და წვრათ იყო, შვიდათ იყო. არა დაკაცო რა, ნინო როგორ მე ხვდები რომ ძალიან მიყვარხარ მართლა და მე უფრო შენ შესაძფერისი ვარ ვიდრე ვასიკო. თავარია ემოციებს არ აყვენ. Well, it goes like this, the fourth, the fifth, the minor fall, the major lift, the baffled king, the rolling hallelujah. აიქენით ახლა ჩვენ ისა რა ქვია პაატა ბატონო რო გადავწყვიტეთ ამ სახლის რემონტია პატრა ხელი შევლება უნდა და მაინც გეხოცები და რა მოიჩებეს რემონტი ეხა რა გინდა ვერ გავიქე რა რასერჩი მშვენიერი სახლია რა გინდა და დამაცადე ერთი წუთი არ გითხარი ბიჭო ჩემი ფულით ვაკეთებ მეთქი მაშინ აუცილებელია რემონტი რა თქმა უნდა აუცილებელია რასგავს საქაურობა ცხოვრება რომ შეიძლება ეხლა ამ პირობებში და ასეთი წუწურაკ იყავი შენ ბავშვობიდან რა შვებოდი იცი მამალოს ფული რო არ გინდოდა გადაგეხადა შაქრის ნატეხს ლოღნიდი ხოლმე სახში კარგი რა რატომ ახსენებ ეგეთ რაღაცებს იმ დღეს იყო ფულიანი პატო ეხა შაქრის ნატეხს ლოღნიდიო რა გინდა ვერ გავიგე ამანები რა თავი მართლა ამუშაშენებელი ეს კედელი ხა მერიდება იმ გიასთან ხერხული იმკას და სხვათა შორის აი სამზარეულოს კედელიც მოვანგრიოთ და უფრო დიდი ფართი გამოჩნდება მე და რა ვიცი ესე მართალი ხარ პაატა რაკენ ისე მუშა ნახე ვინმე ნახე ხო ნორმალური მუშაა და მითხრა საღამოს ამოვალ და დავიწყებო და იმიტომ გეუბნები რომ ის მოხუცი ასმათი თუ რა ქვია ერთად და ის მუშა ხელს შემიშლის თქო გითხარი მაგრამ კარგი ჭანდაბას
შენი ხათრით თანახმავარ. შენ იმდენი ამაგი გაქვს ეხლა ჩემზე და შენ რო არიყო აბა მამი და რას გავაკეთებდი აბა ეხლა. რას მეუბნები? მიხვდი პატა და დამაფასე როგორც იქნა. შენ ხა ჩემ იმაში რა ქვია, სიტყვებში ცინიზმი მართლა ვერ დაინახე? კარგი დოდო მამი და კარგი თანახმავარ ამოიყვანე და მოუვლი ორივეს ერთად მუშას და მოხუც. ხო, მუშაობ, დიდი მადლობა ნახვამდის ხო. არც ერთ არხზე არ უშვებენ ამ ჯუმანჯის რა. აბა ეხლა ეს ჯანგო რა ფილმია ეს? კაკი? გამარჯობა ლაშა. გამარჯობა, შემოდი დაჯექი. როგორ ხარ? კარგად, მადლობა. შენ? მეც კარგად. ნინო სად არის? ხო, ნინო სად არის? შეყვარებულთან რა სადახა? პროდუქტების საყიდლად არის წასული. მე არ იცი ცორი პროდუქტების საყიდლად რომ წავა, უგან უნდა გაყვე. ვუთხარი, მაგრამ არ მინდაო და მე სათვალთვალოდ გაყოლას გეუნები. სათვალთვალო. მოკლედ უშენოთაც მოვაგვარებდი ამ საქმეს, მაგრამ შენ ახლა ქმარი ხარ და შენი მოვალეობაა ეს. ეს. ვალდებული ვარო გითხრა. ნინო თავის ყოფილ შეყვარებულთან ერთად დავინახე. რასლაპარაკო? აი მოკოტკოტებ დედამთილივით დაჯექი მოდი. რას ამბობ კაცო? რა ახლა როგორ ახლა მე მითხრა რომ დავედიო პროდუქტების საყიდლათო და ახლა მართლა თუ ახლა მართლა შენ არ იცი ნინო რა ქვეშქვეშაა. ქვეშქვეშა? ურზე რო გზავნიდი, სულ უკან მივყვებოდი ხოლმე. უკან მივყვე. სად მიდიოდა მე? ურზე მიდიოდა, არ მატყუებდა. მაგრამ მაინც ქვეშქვეშაა. მაინც. მოკლედ ლაშა. ეხლა სახში რომ მოვა, კაცრად უნდა დაელაპარაკო. და აგზნობინა რომ აკონტროლებ. მე ვარ მეკონტროლებინა თავის დროზე. ეხლა ვიღაც ერთი დღის გაცნობის გახვებოდა ცოლად. აბა, კიდევ კარგია კონტროლე, კიდევ კარგი. მოკლედ რომ მოვა, დაელაპარაკე და თუ საჭიროა დასაჯე კიდეც. მოგონთ ისეც ნუ დასჭი რომ მე შენ დაგსაჯო. დავჭები. გაგაკონტროლებ მაინც. დარჩები? ხო, გამაკონტროლებ რომ ისე არ დავშოჩერ. ძალიან კარგი. ისე რო აღმოჩნდეს ეს სიმართლე, რასაც შენ მეუბნები. ჩემო კაკე, აი მით სასუზა ვიცი? აი მაგრად ვცემ რა. არა, ეგრო სიმართლე აღმოჩნდეს, მეც ვცემ იმ ბიჭს. ისე სიმართლე თუ არ აღმოჩნდა, მაინც რო ცემო, ჰა? დალევრამეს. არა. როსა აგრესიული ხდები. აგრესიული? ეს ბუნჩულა ბიჭი კაცო. აი ქალბატონო ასმათ, ამ ბიჭს ქვია პატა. პატა. სასიამოვნოა. ჩემთვისაც დიახ, ჩემთვისაც. მე ასმათი მქვია. სასიამოვნოა, დიახ. შენ? მე პატა. დოდო. ეხლა რა ბიჭი გამაცანი, იმასაც პატა არ ერქვა. ვინე მარტო დაკერებული წარდა. რა ყურადღებიანი ხართ? კი, ნამდვილად. აი ეს ბიჭი ჩემი ძმისშვილია. ჩემი ისა ასმათ ხო გაიგე?
დოდო. რა ახალგაზრდა მეუღლე გყოლი. ასბათ გინაცვალე, მოდი დაჯექი აქა. ხო დარჩები პაატასთან? დარჩები. დაჯექი, მოდი. რა პრობლემაა? მე წავალ და ძალიან მალე მოვალ. No problem, Kote. Of course. Yes, ერთი მაგსიმა, ერთი ბოდი სამი ხარ ერთი წუთი. რას მიტოვ აზრი აქვს ეხლა ამის დატოვებას, ჰა? მე რა იყო? რა იყო ამას რა წავდა ყურადღება მე მივაქციო და მოუვარო ეხლა ხო ყველაფერი დაავიწყდება და ჩამეყრება წყალში ყველაფერი. მე გაჩერდი ნუ დაიწყებ ხოლმე ჯუჯღურ ჩემი შტერი ბიჭი. წავალ. ერთი წუთი გიხვეწები არ დამტოვა ასმათისა რამარტო მეშინია რა. ბიჭო რისი გეშინია იჯდება ასე გაუნძრევლად და ხმას არ ამოიღებს. ხო და ზუსტად მაგის მეშინია მე. ადრე მოვალ. ასმათ ახლავე ამოვალ. დოდო, შენ არ ინერვიულო. მამა, შენც რა მაგრად ხზავს? რა ხზავს მამიდას? ხო, დოდო მამით რა, დოდო მამით. საწახვედი და სან. რა, ეგრე რატომ იყურებ? იმეცადინე? რაც ისწავლე? არ მისწავლია. არ მისწავლია, იგივე მქონდა. ძალიან კარგი. მაშინ მე ახლა წავალ და სადილს მოვამზადე. ვაი, მე არ მინდა სადილი გიხვეწა. არ მინდა და დაისვენეთ, არ მინდა რა სადილი. თემ. რას ვაკეთებდი? არაფერს, აი აქ-იქ და არ ლაპარაკობდით საერთოდ. მართლა? დიახ, მართლა. მაშინ წადი და წყალი მომიტანე. დაიწყო ეხლა. ხო, ერთი წუთი ახლავე კი ბატონო, ახლავე ქალბატონო ახსნა. ბიჭი, რაღაცნაირად ვერ არის. აი, მოგიტანეთ მიირჩით. მადლობთ. არაფერს, როგორ გეკეთებთ? გიორგი. გიორგი არა, გრიგოლი. გრიგოლი? თუ არ შეწუხდები, წყალი მომიტანე. ვაი, მე მოგიტანე თუ. რა მოგიტანე და წყალი მოგიტანე, წყალი. წყალი გინდოდა? აი მოგიტანე, ვაი, მე მოგიტანე. დიდი მადლობა. ეს ჩემთან დარჩება თქვენ აქ დარდან დიდია. ნინო ავითო? კაცრად. კაცრად. ანაირა დაველაპარაკო კაცრად, კაცო ნინოს გამეცინება. ვაშა ვაი. ნინო შენთან ორი კითხვა მაქვს. სულ ასე მემართება, როცა ნერვიულობ, მემართება სულ ასე. ხო. პირველი სად იყავი აქამდე? პროდუქტების საყიდლად. პროდუქტების საყიდლად და მეორე მღალატობ? რა? მღალატობ? არა. არაო, მორჩა. არ მორჩენილა. ნინო, მე გავიგე რომ ვიღაც ბიჭ შეხვდი. შენ საიდან იცი ეგ რა ეს? ჩიტმა მომიტანა ამბავი. რა ჩიტმა ვერ ხედავ რომ ხელა. კაკი. ერთი წუთი თუ შეიძლება რომ აივანზე გახვიდე რა. ძალიან მინდა რომ კაცსა დაველაპარაკო, ნინოს და არ მინდა რომ შეესწრო უბრალოდ ამ ამბავს რა.
ლაშა რა მოხდა? ნინო, შენმა ძმამ დაგინახა შენ. მოვიდა და მე მეუბნება რომ აი ხო იქნებ ისეთნაო რომ კაცრა დაელაპარაკო ნინოსო მეც ახლა იძულებული ვარ რომ რაღაცნაირად შენ დაგელაპარაკო კაცრა ხო მე ვითომ მაწყნარებ შენ და ეს ყველაფერი ვითომ შემთხვევით მოხდა ეგრე არ ყოფილა ვითომ ეხლა შენ შეხვდით შემთხვევით მე ვეთქვი რომ ეხლა ისე რანაირად დაგიხატო ეს ადამიანი ძალიან დავიღალე რა. ახლა მე ვეთქვი რომ თვითონ შემთხვევით შეხვდით თქვენ ერთმანეთს შენ და ბასკო. დაუძახებ მე. ხო. მე ვითომ ვიტირე. ხო. აკი შემოდი. მოკლედ მე და ნინო ვისაუბრეთ. გავარკვიეთ ყველაფერი და აღმოჩნდა რომ ნინო და ბასიკო შემთხვევით შეხვედრილან ერთმანეთს ქუჩაში და არც არაფერი არ ხდება. მაგრამ ნინო მაინც დაისჯება. კი. ხო. ორი კვირა სახლიდან არ გამა? არა. ჩვენ ვილაპარაკეთ და მე ვუთხარი ნინოს რომ არ ღირს ამისთვის ოჯახის დანახვა. არ ღირს. იმიტომ რომ ვასიკო არაფრით არ არის ჩემზე უკეთესი და მე მასზე უკეთესი ვარ. მე შენ მართლა ძალიან მიყვარხარ ნინო. მე შენ არაფერს არ მოგაკლებ, არც სითბოს არ მოგაკლებ, არც ზრუნველობას არ მოგაკლებ. მე მინდა რომ იცოდე შენ რომ მე უფრო შესაფერისი ვარ შენთვის ვიდრე ის ბასიკო. იცოდე ნინო მე შენ მართლა ძალიან მიყვარხარ. ხო, გავიდა, კაკი, გავიდა. გასულა, გავიდა. კარგი, მოვდივარ. ამოვე. რაკენით, მოვაგვარეთ ყველაფერი. კი, კაკი, შენ როგორი ფიქრე რომ მე ლაშას უღალატებდი, ჩვენც როგორ მიყვარს ერთმანეთი? მაშინ ჩემი აქ ყოფნა აღარ არის საჭირო. წავალ მე. წედი ხო. მიდიხარ უკვე? კაკი, გამოგაცილებ ძალიან დიდი მადლობა, კაკი. კაკი ხა კაკური. ლაშა, ყოჩახ, რა ბიჭი ხარ, რაღაცები ისე უთხარი მეც კი დავიჯერე. ყოჩახ. ისე, ნინო, ორ კვირაში რა პატიმრობაზე მართალი ვთქვი. მართლა. საჭმელს. კარგი, ხო გშია? როგორ? დანარჩენიც მართლა გითხარი. დავცანდით, აი აქ დავცანდით, დიდი მადლობა დავცანდით. ერთი წუთი ტელეფონი მირეკავს უპასუხებ, ხო? არა, მე არა, თქვენ მე უპასუხებ, თქვენ დავცანდით, მე უპასუხებ. ალო. ხო, ბატონო გახა. ხო, ვიცი რომ აგვიანდება და მოვდივარ, გზაში ვარ უკვე ფაქტიურად სამსახურის კიბეებზე ამოვდივარ. ხო, ვიცი რომ ვიტყუები, მართალი ხარ, მალე გამოვალ და მალე ვიქნები. კარგი, გავიგე. რა დაბალია და რა მაღალი ხმა აქ. ეს დოდოც საწავიდა რა ერთი დაურეკო ამოვიდეს რომ წაიყვანოს ეს ასმათი აქედან და შეხედე ტელეფონი დაუტოვებია სპეციალურად აქ რომ არ დაურეკო ერთი ვიცოდე სად არის რომ დაურეკო და გავლანს ხო არა ეს ის არის აი ესე ხო სადა ხარ დოდომამი და ის არა ქვია ბებო მოკლედ მე უნდა წავიდე ახლა ხო და დოდომამი და მალე მოვა თქვენ აქ დარჩით ხო და რაც თავარია ყველაზე მთავარი არის მუშა რო ამოვა მუშა ხო იცი რომელია მუშა ხო მუშა რო ამოვა უთხარი პატამ დაგიბარაო რო აი ეს სამზარეულოს კედელი მოანგრიეო გაიგე დაიმახსოვრებ დავიმახსოვრე. ხო დაიმახსოვრებ, ხო, ძალიან კარგი. დავიმახსოვრე. ძალიან კარგი. ხო, მორჩა, ეგ არის, წავედი, აბა, ავიღე ჩემი რაღაცები, აბა, წავედი, შენიცი ყურადღება, ეს დავჭა, რა, მუშა. რა? პატამ თქვა. მუშა რომ მოვიდეს. აი მეთით. აი
ეს კედელი დაანგრიოსო. ყოჩახ, მაგრამ მე მუშა არა ვარ, მე პაატა. მე პაატა ვარ, წეღრო წავედი, ისე მოვედი იმუშა, ჯერ არ მოსულა და რო ამოვა, უთხარი, აი ეს კედელიო ყოჩახ, კარგად აგიმახსოვრები. ხო, კარგი, გავიგე. წავედი. მუშა. ხო. პაატამ თქვა, მუშა რომ მოვა. აი ეს კედელი დაანგრიოსო. დავიმახსოვრე, მაგრამ რისთვის დავიმახსოვრე, აღარ მახსოვს. მუშა პაატამ თქვა, მუშა რომ მოვიდეს, ეს კედელი დაანგრიოსო. ხო, ეგრე იყო შავა. ხო, ეგრე იყო. შავა. ეგრე იყო. მამი და გაგიჟდება გიამას ვნახავს რა. ჩვენაც გადავრევთ გეუბნები. მე რატომი ჩემი რა ბრალიო ვერ გავიგე. იმას მათი მუთხრა იმ შეეშალა იმ კედლის მაგერად უთხრა რომ ეს კედელი მოვანგრე და კაინერას გამოანგრე ამუშავოს რა იქნება. მე რა სერჩი ბიჭო იმ ქალს. მადლობა თუ შენის მეორე კედელი რო არ დაანგრიე, თორე ახლა შუა ოთახში ლიფტი ივლი და ზეითქვეით. ხუმრობის დროა ეხლა და რა ლიფტი კი არა გეუბნებით დროზე წაიყვანე ეხალი აქედა სანამ უარე შარში გახვია. ხო გენაცვალე აბა. დედა რა გაქვნა სად არის? მე რა ვიცი სად არის? პატარა ოთახში ვერ პოვო და ქვიპოვი ეხლა სად არის ამ ხელენჯში რა. მე რა ვიცი წამოდი გავიდე და იქით მოვზე. ძალიან კაი ხერით რო ვიყავ სტადიონზე. ხო მაგარი ფეხბურთი იყო, ჰა? კი, პირველი 10 წუთი კი. ხა, მერეცა და ტემპი დავარქვა მართლა. ტემპი არ ვიცი, მაგრამ მე ჩამეძინა მერე და. რა მოხდა? დედიკო სად აქვს სანთლები შენახული? არ ვიცი. მე გონი ბებია ჩემი სული მომელანდა რომ დავუყო. ეს სხვისი სახლია ჩვენ სახლში? თუ პაატა გვესტუმრა სახლიანად. არ ვიცი, ან ჩვენ გავფართოვდით, ან პაატა. გამაგიჟებს ეს ბიჭი რა. პაატა! ოდა ისაგია აი ესე იყო ეს ყველაფერი რა. მეცემაც ახლა შენ მეუბნები რომ შენთან სახლში იყო ვიღაც უცხო ბებია, რომელმაც მუშას უთხრა რომ ჩემი კედელი მოენგრია. ეს გენა დავიჯერო? რა არის დაუჯერებელი ვერ გავიგე. პაატა ახლა დაურეკე მუშას მოვიდეს და ამოაშენოს ეს კედელი და აგურები საწაიგეთ. რა, სად არის? უი აგურებზე მაგარი გითხრა გია, მიიწიებე ხუნა მიიწიე მაგარი გითხრა. ეს ხო დაანგრია და ეს აგურები იმუშამ წაიღო. ნუ წაიღო რა ესე კერე მე ქის გურები ეგრე კი არ წაიღო. ხო ხტები უბრალოდ ერთ სახლში 20 თეთრი გადავახტები და გია წარმოიდგინე. სულ არაფერში 3 ლარი დავიტყვით, აბა. ჩვენია ყველასი ერთად უნდა დავხარჯო და მე ჩემი კი არა. პაატა მომისმენი ახლა ყურადღებით რა. არ ვიცი რაც გინდა ის მოიფიქრე, ხო ეს კედელი ამოავსე. არ მეხუმრება ახლა გეუბნები. კარგი დაწყნათ გია დამში ნერვიულად მოიფიქრე უკვე. ავდგე და ლაშა გავჭედოთ. ლაშა კი ამოავსე. ხო. ხო, მოკლედ გია ლაშა მართლა გეუბნები ლაშა გავჭედოთ. სახე კონდეს აქეთ, თქვენი სახლისკენ და თქვენ აჭმევთ ხოლმე და ჩვენსკენ კიდე მოიცაგია ეგრე არ გამოვა სახე კონდეს ჩვენსკენ ჯობია და ჩვენ ვაჭამთ ხოლმე. აჰ, პაატა, ჯერ ხრელები გააკეთე ჩემ კედელში, ახლა მთლიანად მოანგრია საერთოდ. ეს ისტორია ეცი რას მაგუნებს? აი, ქალებს კალგოთკაზე თვალიერება წავავთ ხოლმე და სახში რომ მიიჩქარია რომ ლაკი წაესვა რომ არ წავიდეს, მაგრამ მაინც თვალიერება ღვევათ რა. აი, ხო ვიცოდი რომ იმ პატარა ხრელების მერე აი, ესეთი შედეგი დადგებოდა. რა მაგრად თქვიგია. ოჩახ, რა მაგრად თქვი, ეგრე არ ჯობია გია, აბა რა, ამოიჩავე. ამოავსე ეს კედელი გეუბნები ახლა. კარგი, ერთი წუთი დაწნარდი. ამ ყველაფერს თავის პლუსი აქვს, ხა ვერ ხვდები შენ? რა? რათა წარმოიდგინეთ ახლა ხამეა. ხამე, შუქები ჩამქრალია და გამოხვდი საძინებლად.
გამოხვედი ტუალეტში გინდა მაგრად. კი, ტუალეტში გინდა, ცუდად ხარ ძლივს დადიხარ და შედიხარ შენ ტუალეტში და არის ბექუნა. რან არის სახით უყურებ შენ ტუალეტში არ დადიხარ? ხო დადიხარ, ხო და არის ბექუნა. რა შვები? შემოდიხარ ჩემთან სახლში, შემოდიხარ. აი ესე ძალიან გინდა შემოდიხარ ჩემთან ტუალეტში შედიხარ. ჰა, როგორია იგი? ჰა, ჯერ ტუალეტში. მაგარია. ეგ იმას ნიშნავს, რომ ესე იგი შენც იგივე შეძამა რა. თავისთავად კი აბა რა. როზე ამოვხსენ მეთქი გემონების კედელი. ბექუნა გეხვეწები რა შენ მაინც გადააფიქრებინე და უთხარი რომ პატარა ფანჯარა მაინც დატოვეთ იქ ჰა ფორტოჭა ესეთი ფანჯარა რა გინდა რა გინდა და მე გექნებათ სამაგიეროდ ორი მზე ერთი აქედან ამოვა ხოლმე მეორე იქიდან მეგეყოლებით საღაუმშვიდობისა გია მოშიებულები იქნებით მარინამ დამირეკა ბიჭებს მიმიხედავ და აგერა გადასარევე მწვანილი და ბოლოკი მოგიტანეს რატო წუხდებოდით ქალბატონო არა უშავს მარინამ დაგვიდობა ჩვენ სადილი და მე და ბეკა იმას შევჭამთ აღარ არის სადილი სადილი აი ასმათიბებო მაჭამ მუშას აი სერიოზულად ბადა მუდია გია ეს დენის ქვითარია ეს რა დენის ქვითარია მე გადახტილი მაქვს ხო მაგრამ აი ეს იქითა ოთახების არ გადაგიხტები აი აქ დავდებ და არ დაგავიწყდით მე ხო ეს რო არ გადავარდეს აი ეს ხო წავედი ხამე და ლაშას ვეტყვი თუ რა ადულად მიმიწდება თქვენ მაცივართა ხელი არაფერი არ უთხრა ლაშას თორე გაგიჟდება და რომ გამოექანება სახდე კედლებსაც მოხდეს კარგი არ ვეტყვი და ის ქვითარი არ დაგავიწყდით ხო გია მართლა ისა თქვენი საფთათარი გოგასაღები ავიღე ჩემი სახლის სახელური ხანდახან იჭედება ხოლმე და აქედან უვლიხო კაი წავედება დროებით კარგით კედელი აღარა გვაქვს საჭმელიც აღარა გვაქვს სიმკვიდრე ხო აღარა გვაქვს და აღარა გვაქვს სამაგიეროდ გვაქვს ბოლოკი დედაშენი ხო მარინა რა ვიცი არა გვისავს ახლა არა შეგიძლია აღარ მოხვიდე ჩვენ უკვე სხვა ოჯახი გვყავს რა ვიცი რა მე დაგერეკა მარინა ხო არა გუგეშენი აბა გამარჯობა გაიცანით ეს არის ბექუნა ეს ასმათიბებოა გიაშვილია ბექუნარი ესა ამათვისაც ხო ეთყობათ მოგზადით დამძანდით ეს გია ბექუნას მამა და აი აქ მოდიბება ხო გია და ბექუნა აი აქ დაჯექი ბექა აბა აი შეროიცი აი ეგრე დამძანდი და თქვენს ხა დამძანდით დამინჯერეთ რასაც გეუნებით დაბძანდით ერთი წუთი დაბძანდი და გეტყვი აბა პულტი მან დგა ტელევიზორი აქ არის და სამივე ერთად ტელევიზორს უყურეთ წავიდა ეხლა რა ხდება და გამაგებია ეხლა მე თავი დამანებე მე ბევრი საქმე მაქვს და ხელში მუშაობაში წავედი და ქვითარი არ დაგავიწყე წავედი უკაცრავად რომელი გაჩერება ადრეა ჯერ მეც მალე ჩავდივარ და გეტყვით მე ალო ხო ერთი წუთი ვერ გელაპარაკები მოიცა აქეთ გამოვალ მამე და ჩემს სინავს და არ მინდა რომ გავახვიძო ხო მოიცა გამოვიდე ხო გაიღვიძებს ფხის ელცილი აქ მოიცა და დამელოდე ერთი წუთი დამელოდე ხო ხო რა ხდება რა არის აბა ხო რა ხდება ხო გისმე ხო მესმის აბა ალო ხო რას მეუბნები მოიცა მართლა მეუბნები ახლა შენ მაგას მართლაც რა მაგარი რაღაც მითხარი ბიჭო ვაიმე რა მაგარია რა მაგარია ვაიმე რა მაგარია დამაწინაურეს გია რა მაგარია რა მაგარია
მიდი დასალევი გამოიტანე რა მაგარია. დასალევი რა. რა მოვიატეხე რა მოგივიდა რა. დედას მისაური ხა დამერეკეს და მითხრეს რომ დაგაწნეურეთ. თურმე ერთი ჩემი თანამშრომელი დეკრეტში გასულა, ხო ხტები? ხო და იმის მაგრად უნდა დამიჩნონ მე. ისე მაგრად დავწერენ დღეს რაღაცები რომ წავუღეთ ყო მაგრად მოეწროთ, ხო ხტები და კახა უნდა დაენიშნა თვითონ თურმე თავიდან, მაგრამ კახა სადღაც ბილუნებაში ყოფილა რაღაც სოფაში და სანამ ის არ მორჩება, მე უნდა ვიმუშაო დროებით იმას და უფროსი ვარ, გია დამაწნეურეს. გავიგე, ხო, კაი. რა მაგარია გია? ძალიან მაგარია, გილოცავ. მადლობა. გილოცავ. აკურა დავჩინდა მთელი ხანი უნდა მიყენო. არ ჯობია რომ მე გზები და ღრიაცელი შენ სახში გააგზავნო. რა შენ რეებს მეუნები გიევი. ხო რა, რას გეუბნები? რას ხო ჩემ სახში გავაგზავნე დოდომამი და ზინავს და ეხლა მაგდანის შეგნება კი მაგია ეხლა შენ კარგად იცი რომ არ ვიღრიობ და ადამიანები ვერ გავაგვიწევ. და დავჩენდა მთელი